გამარჯობა. წარმოგიდგენთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ხელნაწერთა დათარიღების გრაფემატული კვლევა და მეთოდოლოგია მეექვსე ვიდეო ჩანაწერს. ამ ეტაპზე, ფინალურ ეტაპზე, ჩვენ ვისაუბრებთ გრაფემატული კვლევის სირთულეებსა და პერსპექტივებზე. ამ დაკვირვების შესაძლებლობა ჩვენ მოგვცა სამწლიანი მუშაობის შედეგმა. მოგეხსენებათ, გრაფემატული მონაცემი არის ხელით შესრულებული გრაფემის მოხაზულობის აღწერილობითი მახასიათებლების ერთობლიობა. გრაფემატული კვლევა ითვალისწინებს ერთი კონკრეტული ავტორისთვის გრაფემათა მოხაზულობის მახასიათებლების კანონზომიერებებისა და ტენდენციების დადგენას. მთავარ საკვლევ წყაროდ აღებულია ავტოგრაფი, ხელწერა, როგორც განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი. ბუნებრივია, ეს მახასიათებლები არ არის მყარი ქრონოლოგიურ ჭრილში, ის გარკვეული პერიოდულობით იცვლება, განსაკუთრებით ისეთ ავტორებთან, რომლებიც ინტენსიურ შემოქმედებით მუშაობას ეწევიან. ჩვენ შემთხვევაში საქმე გვაქვს გალაქტიონ ტაბიძესთან, რომლის 53 წლიანი შემოქმედებითი მუშაობის ინტერვალი გვაქვს სახეზე და სამუშაოდ აღებული. გრაფემატულ მონაცემს აქვს შეუცვლელი ტექსტოლოგიური კვლევის პოტენციალი. დათარიღება და ატრიბუცია ტექსტოლოგიური კვლევის ორი აუცილებელი კომპონენტია. ჰუმანიტარული კვლევის ერთ-ერთი საგულისხმო ამოცანაა სწორედ დაუთარიღებელი არტეფაქტების დათარიღება და მათი დაკავშირება იმ ისტორიულ კულტურულ გარემოსთან, რომელშიც ის შეიქმნა. ნებისმიერი ტექსტი ფასეულია სწორედ ამ კონტექსტში. არსებობს ხელნაწერი ტექსტის დათარიღების არაერთი გამოცდილი მეთოდი. მათი უმეტესობა დაკავშირებულია შინაარსთან, კონტენტთან, ქვეტექსტურ თუ გარეტექსტურ მონაცემებთან. მეორე მხრივ კი არსებობს ტექსტების დათარიღების პალეოგრაფიული მეთოდები, თუმცა ისინი ძირითადად გამოიყენება შუა საუკუნეების ტექსტების დასათარიღებლად. შესაბამისად, ამ მეთოდის შესაძლებლობების გამოყენება ერთწერილობით სისტემაში, მოკლე ქრონოლოგიურ მონაკვეთში, სადაც ნაკლებია თვალსაჩინო მარკერები, ბევრად უფრო რთულია. პალეოგრაფიული კვლევის მეთოდოლოგია, რომელიც შეისწავლის ისეთ ტექნიკურ მონაცემებს, როგორებიცაა გრაფემის სიდიდე, პროპორციები, გრაფემების ერთმანეთისგან დაშორება, ტექსტის ვიზუალური საწერი ხაზის მიმართ განლაგება, მხატვრული და დეკორატიული დეტალები გვერდებზე და სხვა, გრაფემატული კვლევის პროცესის დამხმარე გზად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ეგრეთ წოდებული ახალი ტექსტების არაკონტენტური დათარიღების ერთ-ერთი გზა გრაფემატული კვლევის მეთოდის გამოყენებაა, რაც ითვალისწინებს ერთი კონკრეტული ავტორისთვის გრაფემათა მოხაზულობის მახასიათებლების კანონზომიერებებისა და ტენდენციების დადგენას და მათ სტრუქტურირებას ქრონოლოგიურ ინტერვალებად. კვლევის მეთოდოლოგია უნდა დაყრდნობოდა ერთ პრინციპს. იდენტური კომპონენტების დიდი სიმრავლის აღქმის შედეგად უნდა გამოკვეთილიყო კონკრეტული საკვლევი მოხაზულობისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები ქრონოლოგიურ ჭრილში. სტერეოტიპულად განზოგადებული მონაცემები, როგორც დამწერის, კონკრეტული წლისთვის ნიშნეული შაბლონი, უნდა გამოყენებულიყო დაუთარიღებელი ხელნაწერების დათარიღებისთვის. ამავე დროს, მუშაობის პროცესში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო არა იმის დადასტურება, თუ როგორ გავს გრაფემები ერთმანეთს წლების განმავლობაში, არამედ სწორედ ქრონოლოგიურ ჭრილში თითო ასოს ან წყვილის მოხაზულობაში რამე განმასხვავებელი ნიშნის მოძიება. სწორედ ამ მიზნით მას შემდეგ, რაც შეიქმნა ყველა წლის ასო ნიშანთა მოხაზულობის ბაზა და მოგვეცა 10,000-ობით გრაფემაზე დაკვირვების საშუალება, შეიცვალა ჩვენი საბაზისო ცხრილი. ეს ცვლილება გამოიწვია კვლევის ასეთმა შედეგმა. აღმოჩნდა, რომ ყველა სხვა გრაფემაზე მეტად 53 წლის განმავლობაში მოხაზულობითი მდგრადობა შეინარჩუნა ადაიხმოვნებმა ისევე როგორც წერტილისა და მძიმის მოხაზულობამ, იმის გამო, რომ ეს ერთეულები კვლევის შემდგომ ეტაპს არაფერს შემატებდა, მასზე მუშაობა შეძლო და მსგავსად სხვა ელემენტებზეც მსგავსი ტენდენცია გავრცელდა სხვა გრაფემატულ ელემენტებზეც. შესაბამისად, მუშაობა გაგრძელდა ცალკეულ გრაფემებსა და გრაფემათა წყვილებზე, რომლებსაც პირობითად ერთეული ვუწოდეთ, რადგან თვალსაჩინო მახასიათებლების გამოვლენა მოსალოდნელი იყო როგორც ცალკეულ გრაფემებში, ისე გრაფემათა წყვილებში და გადაბმების მარგინალურ კომპონენტებში. ამ მეთოდისთვის აუცილებელი იყო დიდი ბაზების მომზადება და დაკვირვება კარდინალურ ტენდენციებზე.
თითოეული გრაფემა დაიყო რამდენიმე ვალიდურ ელემენტად და თითოეულ ელემენტში გამოიყო მისი მრავალფეროვანი ვერსიები, ანუ ტიპები. ჰქონდა შემთხვევა, როდესაც ერთი გრაფემის, ერთი ელემენტის ერთმა კონკრეტულმა ტიპმა სულ მცირე 12 მოდიფიკაცია გამოავლინა. გრაფემების კომპონენტების მეტად ფართო მრავალფეროვნება ერთი მხრივ ართულებდა კომპონენტების ამ სიმრავლეში ორიენტაციას, მეორე მხრივ სისტემატიზაციის ახალი გზების ძიებას მოითხოვდა, რამაც აუცილებელი გახადა ხელნაწერში გამოყენებული თითოეული გრაფემის კოდური ვერსიის შექმნა, რომელიც ხშირად 2000-ზე მეტ იდენტიფიცირებულ კომპონენტს შეიცავს. საბოლოო ჯამში თითოეული გრაფემა წლების მიხედვით დავშალეთ 20-მდე სახელდებული კომპონენტით. გრაფემატული კვლევის მეთოდზე მუშაობისას გასათვალისწინებელია არაერთი სირთულე, რაც თავისი სპეციფიკურობის გამო გრაფემის მახასიათებლების ერთიან საბაზისო შაბლონად ქცევას შეუშლიდა ხელს. გამოვყოფთ რამდენიმე ასეთ პრობლემას. გრაფემათა პროპორციები ერთი და იმავე რეზოლუციით გაზრდილ ხელნაწერებში. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამგვარად ერთი რეზოლუციით გაზრდილ ხელნაწერებში ხშირად გრაფემები ერთმანეთს აღემატებოდა 10-12 ჯერ. უფრო მეტიც, გრაფემათა პროპორციები განსხვავებული იყო ერთსა და იმავე ხელნაწერებში, 3-4 ჯერ აღემატებოდა ერთმანეთს. გვხვდება განსხვავებული პროექციის ხელნაწერების შემთხვევები, მაგალითად, განსაკუთრებით ღია ბარათებზე, რომლებზეც პირად წერილებს ათავსებდა გალაქტიონ ტაბლიძე, იყო ტენდენცია ესეთი განივად განეთავსებინა ტექსტი, განივად განთავსებული ტექსტის მოჭრისას, თითოეული გრაფემის მოჭრისას ნარჩუნდება მისი არასტანდარტული, არამედ გადახრილი მოხაზულობები, რამაც შეიძლება არასწორ გეზზე დააყენოს კვლევა. და ამას დაკვირვებით უნდა მოვეკიდოთ და გამოვრიცხოთ ბაზაში შეტანისგან. კიდევ ერთი საინტერესო სირთულე არის დეკორატიული დეტალების სიმრავლე. მოგეხსენებათ, ავტორი ხშირად მიმართავს საგანგებოდ დეკორატიული ელფერისთვის მოფიქრებულ და შესრულებულ გრაფემებს, რომლებიც კომბინირებულია სხვადასხვა გრაფიკულ ელემენტსა თუ მოხაზულობასთან. მათ გვერდს ვუვლით იმ რისკის გამო, რომ ასეთმა ერთეულებმა შესაძლოა ფონური ტენდენციების გამოკვეთას შეუშალოს ხელი. სირთულედ მიგვაჩნია ასევე გრაფემის კონტურის დეფორმაცია, როგორც საწერ მასალასთან დაკავშირებული რისკი. ხშირად გვხვდება, რომ მელნით წერს საშრობ ქაღალდზე. ასეთ დროს გრაფემა დეფორმაციას განიცდის, რამაც შესაძლოა ასევე არასწორი გეზი მისცეს კვლევას. ასეთი ნიმუშები, როგორც არაავთენტური ავტორის ხელწერისთვის, საკვლევ ბაზაში არ შეგვაქვს. აი, სწორედ ამის ნიმუშებია მიმდინარე სლაიდზე ასახული, რომლებიც აბსოლუტურად არ განეკუთვნება ავტორს, ავტორისგან დამოუკიდებლად არის ეს ფორმები შეცვლილი გრაფემებისა და არასწორ მიმართულებას აძლევს კვლევას. ერთი თავისებური შემთხვევა გვხვდება სიცოცხლის ბოლო 1959 წელს. პირველ ნიმუშზე წერია ასოთა წყვილი ტო. პრაქტიკულად ძალიან რთულია მისი იდენტიფიცირება. ეს ნიმუში თავისი კუთხოვანი სტილისტიკით აშკარად გამოირჩევა თუნდაც მეტად მრავალფეროვანი, მაგრამ ერთი გრაფემატული სისტემის ფაქტურისგან. მაგალითად, ამავე წლის ხელნაწერებში გვხვდება ასეთი კუთხოვანი გრაფემები. პირველ შემთხვევაში ზ-ს თავია კუთხოვანი, მეორეში ც-ს მუცელი, მესამეში ვ-ს ზედა და ქვედა ნაწილები, ის თავი, ხ-ს ქვედა ნაწილის წვეტი. მსგავსი მოვლენები ნიშნეულია სხვა გრაფემებისა და გრაფემათა წყვილებისათვის. ეს ერთგვარი ტენდენციაა, როგორც მოცემული ნიმუშებიდან შესანიშნავად ჩანს. ეს თავისებურება შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ უკავშირდება ისეთ ფიზიოლოგიურ მოვლენას, როგორიცაა ტრემორი, კუნთების უნებლიე რიტმული მოძრაობა, რასაც სწორედ ასეთი ფრაგმენტირებული, წვეტილი, გაქცეული მოხაზულობები შეეძლო გამოეწვია. 1959 წლის გრაფემათა მოხაზულობის ეს თავისებურება შესაძლოა გაპირობებული იყოს ავტორის მძიმე ფიზიკური და სულიერი მდგომარეობით. ამ ვარაუდს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ეს ხელნაწერები ძირითადად შესრულებულია სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში საავადმყოფოში.
ფსიქოსომატური გავლენები ხელწერაზე ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი პერსონალური მოცემულობაა. ჩვენი საკვლევი წყაროების ამ და სხვა თავისებურებებიდან გამომდინარე, გალაქტიონ-ტაბიძის გრაფემათა მოხაზულობის სისტემაში ისეთი მკაფიო მიჯნიანი, საერთო, განზოგადებული ქრონოლოგიური ტენდენციების დადგენა, რომლებიც თავიდან ბოლომდე გასდევდეს მისი მოღვაწეობის სრულ პერიოდს, როგორც მოსალოდნელი იყო რთული აღმოჩნდა. ეს გამოწვეულია არაერთი ფაქტორით, მათ შორის ავტორის სპეციფიკური პიროვნული და შემოქმედებითი ბუნებით, ფსიქიკური მდგომარეობების, განწყობების მრავალგვარობით, გრაფემათა მოხაზულობაზე ასახული მაღალი ფსიქოსომატური მგრძნობელობით, ტექსტების თემატიკის, ჟანრების, მიზანდასახულობისა თუ ადრესატების მრავალფეროვნებით. თავისებური მანუალური ტექნიკით, გრაფემათა სტანდარტული ელემენტების თამამი ცვლით, დამატებებით, შემოკლებებით, ლირიკული კომპონენტების გამოყენებით, ხაზზედა და ხაზქვედა სისტემების ნგრევით და ასე შემდეგ. ამიტომ გრაფემათა მოხაზულობის ისეთი ქრონოლოგიური ტენდენციების გამოსავლენად, როგორიც ხელს შეგვიწყობდა უთარიღო ხელნაწერების თუნდაც საორიენტაციო დათარიღებაში, გვემართა დაკვირვებებისთვის გამონაკლისებზე, აქცენტი დაგვესვა ვიწრო ქრონოლოგიურ ჩარჩოებზე, გამოგვეყო არასტანდარტული მახასიათებლები, გვემუშავა კონკრეტული გრაფემების ტიპებისა თუ ელემენტების ქრონოლოგიურ გავრცელებასა ან პირიქით, რომელიმე ქრონოლოგიურ ჭრილში ამ კონკრეტული ტიპის თუ ელემენტის საერთოდ არარსებობაზე და ასე შემდეგ. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ გრაფემატული კვლევის მეთოდოლოგია ახალია და მუშაობის პარალელურად იხვეწება გზები და საშუალებები. ჯგუფური მუშაობის პირობებში ივსება როგორც ბაზები, ისე დაკვირვებები. საანალიზო მასალისადმი ანალიტიკური მიდგომები ბევრ შედეგს აჯამებს, ამსხვილებს ან ცხრილავს. მუშაობის პერიოდში ინტენსიური დაკვირვებების კვალდაკვალ, როდესაც ეფექტიანია ფართო ქრონოლოგიური ინტერვალების, ფონური ტენდენციების გამოკვეთა, განსაკუთრებით საყურადღებოა გამონაკლისების, თუნდაც მხოლოდ ერთი განსხვავებული ნიმუშის გათვალისწინება და დასკვნაში შესაბამისი პროპორციის ალტერნატივის დაშვება. ზოგჯერ თვითმიზნურად ქცეულ შედეგზე უფრო მნიშვნელოვანია 100,000-ობით ნიმუშის სტრუქტურირება თუ თავისებურებების აღწერა და ამის შედეგად ავტორის შემოქმედებითი ბუნების სირთულისა თუ ამოუხსნელობის აღიარება. სინამდვილეში ეს ამოუხსნელობა ჭყალებში სამომავლო ტექნოლოგიურად უფრო დახვეწილი ციფრული ჰუმანიტარიის კვლევების პრეროგატივაა და ეს შეუქცევადი პროცესია. გრაფემატული კვლევის მეთოდს არაერთი ხარვესის მიუხედავად ტექსტის დათარიღებისა თუ მეორე ტექსტოლოგიური ამოცანის ატრიბუციისთვის შეუცვლელი უპირატესობები გააჩნია და საკმაოდ მაღალი ხარისხის კვლევით პოტენციალს ატარებს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.